ცხოვრებაში არსებობს ჭრილობები, რომელიც კეთრივით ღრნის და ხრავს მარტო-კაცის სულსო. ეს ამ წინადადებით იწყებს თავის წიგნს სადე ხედაიეთი, რომელსაც ქვია ბრმა ბუდა, რომელიც შეიძლება ითქვას მოდერნისტული ლიტერატურის ნამდვილ შედევრად ითვლება. ეს არის ცნობიერების ნაკადის ტექნიკით დაწერილი წიგნი, სადაც გამოყენებულია შინაგანი მონოლოგის ფორმა და უამრავი სიმბოლოთი არის დატვირთული ტექსტი, რაც პრინციპში აქცევს კიდევ ამ წიგნს ერთგვარ სინთეზად, ერთის მხრივ სიმბოლიზმისა და მეორის მხრივ მოდერნიზმისა. და რაზეა წიგნი? ბუნებრივია შეუძლებელია მისი მოყოლა თავიდან ბოლომდე, სიუჟეტის ახსნა, თუმცა შევეცდები პრიმიტიულად და ზედაპირულად რომ შევეხოთ ამ სიუჟეტს. ეს არის ორი ნაწილისგან შემდგარი წიგნი. პირველ ნაწილში ჩვენ ვიგებთ მარტოსული ინტელექტუალი კაცის ცხოვრებას, რომელიც გვიყვება თავის ცხოვრებას, პრინციპში უყვება თავისავე ჩრდილს და ერთგვარი მონოლოგია მისი ცხოვრების შესახებ და ვიგებთ მის დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ, რომ ის არის გარიყული საზოგადოების განი საკმაოდ ისეთი განდეგილად და გაუცხოებულად გრძნობს თავს ადამიანებთან და ადამიანებს როგორც რაღაცა მდაბიოთა ხროვას ესე მოიხსენიებს. ესეთი მიზანთროპული დამოკიდებულება აქვს მას ადამიანების მიმართ და ამას აწუხებს საკმაოდ მძიმე, დეპრესიული და ისეთი ეგზისტენციალური საკითხები და სადარდებელი და ფიქრები აქვს, როგორც არის სიცოცხლე და სიკვდილის თემა და ასე შემდეგ. და წიგნის პირველ ნაწილში ასე ვხვდებით აღწერას იმ საყვარელი ქალისა, რომელსაც უბწყინვალესი პოეტური ენით აღწერს მწერალი და ქალი, რომელიც არის ერთგვარი განსახიერება სიწმინდის, კეთილშობილების, სილამაზის და რაღაცა სრულყოფილების სიმბოლო. ეს არის წიგნის პირველი ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილში ჩვენ ხვდებით ამ თხრობელის ცოლს, უკვე ვიგებთ მის დამოკიდებულებას ამ ცოლთან მიმართებაში და ეს არის ცოლი, რომელიც არის პრაქტიკულად სრული ანტიპოდი და საპირისპირო სიმბოლო იმისა, რაც წიგნის პირველ ნაწილში აღწერილ ქალს წარმოადგენს. ეს არის ქალი, რომელსაც თხრობელი მოიხსენიებს საკმაოდ უცენზურო ლექსიკით, როგორც გათახსენებულ ქალს და ბოზად ისე მოიხსენიებს და რომელიც არის პრინციპში რაღაცა ხორციელი ვნებების და მატერიალისტური ბუნების გამომხატველი სიმბოლო ერთგვარი. სწორედ ეს შეპირისპირება ამ ტექსტის მთავარი ღერძი შეიძლება ითქვას ამ ორი საწყისი და ორი ბუნების, როგორც არის სიწმინდის, კეთილშობილების, სრულყოფილების და მეორეს მხრივ ეს ხორციელი ვნებები, უკიდურესი მორალური ზნედაცემულობა და რაღაცნაირი მორალური დეგრადაცია და ისეთი ბნელი ვნებები და ბნელი ნეგატიური აზრები თუ ემოციები, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ადამიანში არსებობდეს. ანუ ადამიანში არსებობს როგორც ორივე საწყისი, ხო, ერთის მხრივ სიწმინდის, კეთილშობილების და სრულყოფილების, ხოლო მეორეს მხრივ ეს ბნელი ვნებები, რომელიც შეიძლება ჩვენს ქვეცნობიერში იყოს ღრმად დამარხული. სწორედ ამ იდეებზეა საუბარი ამ წიგნში, ბუნებრივია თავიდან ბოლომდე შეუძლებელია ყველა იმ საკითხს შეეხო, რაც ამ წიგნში არის აღწერილი, აქ ბევრი პარალელია ფროიდთან და პირველ ნაწილში აღწერილი ქალის სიკვდილით შეიძლება ერთგვარად გავიგოთ, როგორც რაღაცნაირად აი როგორც ფროიდს აქვს თეორია, რომ ემოციები, რომელიც ჩვენში არსებობს, რომელსაც ჩვენ შეიძლება შევიკავოთ და ჩვენში ვკლავდეთ, ის არსად არ მიდის და რაღაცნაირად თავისი ყველაზე მახინჯი ფორმით იჩენს თავს მომავალში. სწორედ ასე შეიძლება დავინახოთ, რომ ქალის სიკვდილი, რომელიც წარმოადგენდა ერთგვარ რაღაცა სიწმინდის და სრულყოფილების სიმბოლოს, ამ ქალის სიკვდილი, რომელიც წიგნის პირველ ნაწილში არის აღწერილი, ამის მახინჯი ფორმით გამოხატულება წიგნის მეორე ნაწილში აღწერილი ქალი, რომელიც არის თხრობელის ცოლი. ანუ უამრავ ისეთ საკითხს ეხება, რომელიც შეიძლება ღრმად დააფიქროს ადამიანი და ღრმად ჩაახედოს საკუთარ სულში და რაღაცნაირად ამოგზაუროს საკუთარ ქვეცნობიერში. საკმაოდ მძიმე ტექსტია, უამრავი სიმბოლოებით დატვირთული, მეტაფორებით და ალეგორიებით, ფილოსოფიური ტექსტია და ვისაც არის ინტელექტუალური საკითხავი გიზიდავთ, მისთვის ნამდვილი სიამოვნება ამ წიგნის კითხვა და ღრმა შთაბეჭდილებას და ღრმა ზეგავლენად შეიძლება მოახდინოს მკითხველზე. ასე რომ დიდი სიამოვნებით გირჩევთ, ვისაც არ აქვს ეს წიგნი წაკითხული
და ბოლოს ვისაც მოგწონთ წიგნების განხილვის ჩემპური ვერსია, დალაიქეთ და აკომენტარეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი.